Soundcheck-ი ამ სახელწოდების მრავალჟანრობრივი ფესტივალი დედაენის ბაღში ღია ცისქვეშ კონცერტით გაიხსნა. ახალბედა შემსრულებლებთან ერთად მასში მონაწილეობა უკრაინაში მოღვაწე ქართულმა მუსიკოსებმაც მიიღეს. ფესტივალი ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული და ის ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. თითოეული დღე მუსიკის სხვადასხვა ჟანრს დაეთმობა ფესტივალის Soundcheck-ი კლასიკურ, პოპ, როკ, ალტერნატიულ, ჯაზურ, ელექტრონულ და ფოლკლორულ მუსიკას მოიცავს და მისი მიზანი ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედების აღმოჩენა, ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ეს ფესტივალი Soundcheck-ი ალბათ სახელწოდებიდან გამომდინარე მივხვდებით, რომ ეს არის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ერთდროულად მოიცავს რამდენიმე ჟანრს. ამ ფესტივალში მონაწილეობენ როგორც დამწყები ახალბედა მუსიკოსები, ისე უკვე პოპულარული და აღიარებული შემსრულებლები და ეს ორმაგი სტიმულია დამწყებისთვის, რომლის გვერდითაც უკვე ცნობილი ასე ვთქვათ სტარი დგას. ეს ფესტივალი არის ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ახალგაზრდები გაერთონ, მოისმინონ კარგი მუსიკა და ყველაფერი ძალიან მაგარი იყოს. ახალბედა ჯგუფი ვართ პრინციპში და ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს კონცერტებზე და ფესტივალებზე გამოსვლა, რათა ფართო საზოგადოებამ გაგვიცნოს. ასე რომ დიდი მადლობა ორგანიზატორებს, რომ ასე შესანიშნავი საღამო მოაწყვეს.